ტრადიციულად ხდება ამ შესაწირი ცხოველის პორციის გაყოფა სამ ნაწილად, როდესაც ერთი ნაწილი აუცილებლად უნდა დაურიგდეს ღარიბებსა და უყოვრებს, ერთი ნაწილი სტუმრებთან გამასპინძლება ხდება, ხოლო მესამე ნაწილს ოჯახში ინახავენ ოჯახური საჭიროებების შესაბამისად. ეს დღესასწაული ასევე გამოირჩევა მუსლიმთა პილიგრიმობით, რომელიც ქააბას წმინდა ადგილების, ქააბასა და მედინას წმინდა ადგილების მოლოცვით სრულდება საუდის არაბეთში და ძირითადად ეს ყურბანიც, ანუ შეწირვაც იქ ხდება ადგილზე. ეს ჰაჯობის რიტუალი ყოველი მუსლიმისთვის სავალდებულოა ისლამის ხუთი ძირითადი ბურჯი გამოირჩევა, აქედან ერთ-ერთი არის ჰაჯობის შესრულება, რომელიც რა თქმა უნდა ფინანსურ საშუალებებთან არის დაკავშირებული და ეს ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ მუსლიმებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ანუ ფინანსები ხელს უწყობს, ჯანმრთელობა ხელს უწყობს და რა თქმა უნდა გარემოც არის მშვიდობიანი გარემო, ხელსაყრელი გარემო, რომ მოახდინოს მან ეს პილიგრიმობა და მოილოცოს ეს ადგილები. ხოლო ვინც ვერ ახერხებს იქ წასვლას, ის მუსლიმები ცდილობენ, რომ ის შესაწირი, რომელიც წესით იქ ჰაჯობის დროს უნდა დაეკლათ, კლავენ აქ და მოიკითხავენ გაჭირვებულებს, ღარიბებს და ასე შემდეგ.